ხმაურიანი საერთაშორისო სკანდალი, რომელიც ღია ომში გადაზრდით იმუქრება, ისრაელსა და თურქეთს შორის აგორდა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ომი დაიწყოს ისრაელის წინააღმდეგ და ძალით დაიპყროს იგი. ერდოღანმა პირდაპირ განაცხადა, რომ თურქეთი თავის დროზე ჯარებით შევიდა ყარაბაღში, შემდეგ თურქეთის ჯარები შევიდნენ ლიბიაში. და ეხლა ზუსტად ასე. თურქეთის ჯარები შეიძლება შევიდნენ ისრაელში, რათა აიძულონ ისრაელი შეწყვიტოს ომი ლიბანში და ღაზის სექტორში. პასუხად ისრაელში მოუწოდეს ანკარასთან ყველა ურთიერთობის რაც შეიძლება სწრაფად და საბოლოოდ გაწყვეტას, რადგან ასეთი მუქარები ყველა ზღვარს სცდება. მაგრამ ამ გამოშვებაში გავარკვევთ, რას წარმოადგენს ერდოღანის ეს მუქარები, რაზეა ისინი დაფუძნებული და როგორ რეაგირებენ ისრაელში. ასევე გაიგებთ, როგორ მიიღეს თურქეთში სასამართლოში გადაწყვეტილება, რომ ისრაელის ერთ-ერთი ჩინოვნიკი 4600 წლით ჩასვან ციხეში. დიახ. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ ამ გამოშვებას დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ალაიქოთ ეს გამოშვება, დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ და გამოიწეროთ ჩემი ტელეგრამ არხი Pechi News-ი. ბული აღწერაშია. მაშასე, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკვე პირდაპირ ემუქრება ისრაელს ომით და სტამბოლში აზიის პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მზად არის თავისი ჯარები ისრაელში გაგზავნოს. გუშინ ერდოღანმა ისრაელი დაადანაშაულა პალესტინისა და ლიბანის წინააღმდეგ სისასტიკეში და დაემუქრა ებრაულ სახელმწიფოს შესაძლო სამხედრო მოქმედებებით, რომლებიც მსგავსია მისი წინა ინტერვენციებისა ყარაბაღსა და ლიბიაში. შემდეგ მოდის ერდოღანის ციტატა. სისხლიანი ქსელი. გენოციდი აგრძელებს უდანაშაულო ბავშვების, ქალების და მშვიდობიანი მოსახლეობის მოკლას ყოველგვარი წესებისა და პრინციპების გარეშე. უგულებელყოფს ყველა ადამიანურ ღირებულებას. ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ისრაელმა აიდულა 1,2 მილიონი ლიბანელი დაეტოვებინათ საკუთარი სახლები სამოქალაქო დასახლებებზე თავდასხმების გამო. აქ შევჩერდები. საქმე იმაშია, რომ ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. თაიფ ერდოღანი შესაძლოა გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას აშშ-სა და ირანს შორის, მაგრამ ლიბანი მოქმედ შეთანხმებაში არ ყოფილა ჩართული. კიდევ ერთხელ, როცა ამბობთ, რომ ზოგიერთი კომენტატორი წერს, თითქოს ისრაელი ვალდებული იყო აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ფარგლებში ლიბანზე ცეცხლი შეეწყვიტა, ეს ასე არ არის. ისრაელი ვალდებული არ იყო. ვის რამე დაფირდა ისრაელი? ვის ელაპარაკებოდა ისრაელი თავის ვალდებულებებზე? ვისთან აწარმოებდა ისრაელი მოლაპარაკებებს? ვისთან? აქ აღნიშნავ, რომ ხოდ მეორე შემთხვევაში. შეერთებულ შტატებში პირველად დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკებები ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ხოლო ამის შემდეგ გახდება გასაგები, შეთანხმდნენ თუ არა. გარდა ამისა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის ქმედებები ბარბაროსულადაც კი მოიხსენია. მიუთით რა საკამათო კანონზე, რომელიც ცოტა ხნის წინ კნესეთმა მიიღო და რომელიც ტერორისტებისთვის სიკვდილით დასჯის დამტკიცებას ეხება. თურქი ლიდერის თქმით, ეს კანონი ციტატა, მხოლოდ პალესტინელ პატიმრებს ეხება. მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ კანონზე კრიტიკას მხოლოდ ერდოღანი არ გამოთქვამს. ამ კანონთან დაკავშირებით ნამდვილად არის კითხვები. შედეგად კვირას ერდოღანმა კიდევ უფრო გაამკაცრა თავისი რიტორიკა და მიანიშნა, რომ ანკარამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ისრაელზე სამხედრო თავდასხმის შესახებ, რათა აიძულოს ის ცეცხლის შეწყვეტაზე წავიდეს. შემდეგ ერდოღანის ციტატა. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, რათა შეუშალოთ ხელი ისრაელს, იგივე გაუკეთოს პალესტინას. ზუსტად ისე, როგორც შევედით ყარაბაღში, როგორც შევედით ლიბიაში, იგივეს გავაკეთებთ. არაფერი გვიშლის ხელს, რომ ეს გავაკეთოთ. უბრალოდ უნდა ვიყოთ ძლიერები, რომ ესეთი ნაბიჯების გადადგმა შევძლოთ. მაგრამ აშკარაა, რომ ერდოღანის მკაცრი რიტორიკა მისი უთხვეტი კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც თურქეთის პოზიციონირება, როგორც პალესტინელთა უფლებების მტკიცე დამცველი. და ესეთი მუქარების შემდეგ მხარეებმა დაიწყეს მწვავე განცხადებების გაცვლა. მაგალითად, ისრაელის კულტურული მემკვიდრეობის მინისტრი ამიხაი ელიახუმ ერდოღანი თვალთმაქცობაში დაადანაშაულა და აღნიშნა თურქეთის ქმედებების ისტორია კვიპროსზე და მისი დამოკიდებულება უმცირესობების, განსაკუთრებით ქურთების მიმართ. შემდეგ მოდის ელიახუს ციტატა. თურქეთი, რომელმაც დაიპყრო ჩრდილოეთ კვიპროსი და აკონტროლებს ქურთულ ტერიტორიებს აღმოსავლეთში, ბედავს, რომ მორალზე ლექციები წაგვიკითხოს. თურქეთი, რომელმაც თავისი ეკონომიკა სომეხთა გენოციდზე ააგო, ბედავს, რომ გენოციდში დაგვადანაშაულოს. თურქეთი, რომელიც ძალით ამყარებს ისლამისტებს. თურქეთი ბედავს, რომ ადამიანის უფლებებზე გვესაუბროს. ხარისეველი ერდოღანი ამ დღევანდელი ცირკით არავისზე შთაბეჭდილებას არ ახდენს. ერდოღანი არის დიქტატორი იმპერიალისტური ამბიციებით, რომელიც საკუთარ თავს ოსმალეთის სულთანად ხედავს.
ციტატის დასასრული. შედეგად ელიაუმ განაცხადა, რომ ისრაელსა და თურქეთს დროას სრულად გაწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობები. აქ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რა მოხდა ასეთი, რომ ერდოღანი ასეთ მუქარებზე გადავიდა? საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა თურქეთის სასამართლომ ბრალი წაუყენა ნეთანიაუს, ისრაელის პრემიერ-მინისტრს და კიდევ 25 ისრაელელ მაღალჩინოსანს, მათ შორის ისრაელის თავდაცვის მინისტრკაცს და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამარ ბენ-გვირს. მათი როლის გამო ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ სუმუდის ფლოტილიის გადაჭერის საქმეში ღაზაში 2025 წლის ოქტომბერში. სტამბოლის მთავარმა პროკურორმა ბრალი წაუყენა ბრალდებულებს სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობისთვის, რომელიც საერთაშორისო წყლებში სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ჩატარდა. აქ შეგახსენეთ, რომ ეს სწორედ ის ფლოტილია იყო, რომელშიც მონაწილეობდა აქტივისტი გრეტა თუნბერგი და მაშინ მათი გემი ისრაელელებმა გადაჭრეს, ხოლო მონაწილეები დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს. პასუხად თურქეთმა მიიღო გადაწყვეტილება გასცეს დაკავების ორდერები ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ამ საქმეში მონაწილე სხვა პირებზე. რეჯეფ თაიპ ერდოღანი ამბობს, რომ თურქული სასამართლოს გადაწყვეტილება უბრალოდ საერთაშორისო სამართლის დაცვაა, ხოლო ბენიამინ ნეთანიაჰუმ და კაცმა მაგალითად განაცხადეს, რომ ეს აბსურდია და რომ ერდოღანი ციტატა ქაღალდის ვეფხვი და ფარისეველია. აქვე აღნიშნა, რომ თურქეთის პროკურატურამ მოითხოვა სამუდამო პატიმრობა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის სხვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ხოლო 35 ბრალდებულისთვის მოთხოვნილია სასჯელი პატიმრობა 1100-დან 4600 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასეთია მათი სასჯელები. სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღო იმის გამო, რომ 1925 წლის ოქტომბერში, ეგრეთ წოდებული გლობალური გამძლეობის ფლოტილიის ინციდენტის დროს, ისრაელის ხელისუფლებამ დააკავა მათ შორის თურქეთის მოქალაქეებიც. და მაშინ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალების ქმედებები მეკობრეობად და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად შეაფასა. მაგრამ შემდეგ ყველაფერი აშკარა გინებაში გადაიზარდა, რაც არც ერთ მხარეს არ ამშვენებს. მას შემდეგ, რაც თურქეთის სასამართლომ გრეტა თუნბერგის გემის შეჩერებისთვის ისრაელის ოფიციალური პირების დაპატიმრების ორდერი გასცა, ნეთანიაჰუმ კაცმა და ბენ-გვირმა მაშინვე ერდოღანს კრიტიკით შეუტიეს. მაგალითად, ნეთანიაჰუმ ერდოღანი დაადანაშაულა ციტატა საკუთარი ქურთი მოქალაქეების მასობრივ მკვლელობაში. ხოლო ბენ-გვირმა დაწერა: ერდოღან ინგლისური გესმის, მაშინ ჯანდაბაში წადი. ამ განცხადებებზე პასუხად თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნეთანიაჰუ დაადანაშაულა იმაში, რომ ის ციტატა ჩვენი დროის ჰიტლერია. საერთოდ ეს უკვე იწყება გინებით, იწყება ურთიერთშეურაცხყოფები, რაც ნამდვილად არ ამშვენებს არცებთ ამ კონფლიქტის მონაწილეს. მაგრამ აშკარაა, რომ ერდოღანი თითქოს ამოწმებს, სად შეიძლება ზეწოლა მოახდინოს, რამდენად მკვეთრად შეიძლება გამოხატოს თავისი აზრი და აკვირდება, როგორ რეაგირებენ ისრაელში. აქ წერტილს დავშვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მხარდაჭერა, ვიდეოს აღწერაში წერია. მხარი დაუჭირეთ არხს ალექსეი პიჩის. აერჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი გზა. მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.